გამარჯობა, მე რატი ვარ მუჯირის ჟურნალისტი. დღეს 1 ივნისია და თქვენ უყურებთ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვან პროექტს VT საქართველო News. ჩვენი გუნდი დღეს მოგიყვებათ ბავშვთა უფლებებზე საქართველოში, ჯაშუშების ისტორიის გაგრძელებაზე და პოლონეთის სამხედრო ინდუსტრიის გაძლიერებაზე. დღეს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი კალენდარზე მხოლოდ ზეიმს არ უკავშირდება. ის პირველ რიგში იმ ვალდებულებების შეხსენებაა, რაც უფროსებს პატარების წინაშე გვაკისრია. ამ დღის ისტორია 1925 წლის ჟენევის საერთაშორისო კონფერენციიდან იწყება, სადაც ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე პირველად იმსჯელეს. თუმცა ოფიციალურად და რეგულარულად მისი აღნიშვნა 1950 წლიდან დაიწყო. ომი, სიღარიბე, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. ამ გამოწვევების წინაშე დღესაც მილიონობით ბავშვი დგას მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, 1 ივნისი არის არა მხოლოდ თამაშის და გართობის, არამედ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის და მათი ხმის გაგების დღე. ითამაშოს ფეხბურთი, შეხვდეს საყვარელ ფეხბურთელებს და უბრალოდ იცოცხლოს. საქართველოში რამდენიმე ათეული ბავშვისთვის ეს სურვილები არა დღესასწაული, არამედ გადარჩენისთვის ბრძოლაა. უკვე 43 დღეა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ღამეს მთავრობის კანცელარიასთან ღია ცის ქვეშ ათენებენ. ისინი სახელმწიფოსგან იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების შემოტანას ითხოვენ, რომლებსაც მათი შვილების პროგრესირებადი დაავადების შეჩერება შეუძლია. თავის მხრივ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადება, რომ მედიკამენტი ევროპაში საკურვების ფაზაშია და გადაწყვეტილებას მხოლოდ დამატებითი კვლევების შემდეგ მიიღებენ. რა არის ფუფუნება და რა სასიცოცხლო აუცილებლობა. სალომე ბოკუჩავას სიუჟეტი თბილისიდან. მინდა რომ მამარდა გავიცნო, მამარდაშვილი გაცნობა მინდა. ერთი უსტივი ვქონდა PlayStation და ამიხდა. 14 წლის ვაკო თავის ოცნებებს გვიზიარებს. ჩამონათვალშია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის ქვეყანაში წამლის შემოტანაც. ამბობს, რომ პრეპარატის მიღების შემთხვევაში მას კუნთები გაუძლიერდება და ფეხბურთის თამაშსაც შეძლებს. ფიზიკურად მოძრაობა ვერ დავდივარ. და ხელების მოძრაობაც მიჭირს ცოტა. ბავშვთა უფლებები არ არის დაცული და წამალი შემოტანა არის საჭირო. მე მათ ადგილას წამალი შემოვიტანდი და ვეტყოდი ხალხს, რომ კარგ ცხოვრებას მივცემდი ხალხს. კარგ და მშვიდ ცხოვრებას. ვაკოს გენეტიკური სინდრომი 7 წლის ასაკში დაუდგინდა. 9 წლის ასაკში ის ეტლს მიეჯაჭვა. ბრძოლა 7 წელია გრძელდება. პრეპარატის გარდა, რომელსაც შვილები და მშობლები სახელმწიფოს თხოვენ, უამრავი გამოწვევაა. მათ შორის ხარისხიანი ეტლი და ადაპტირებული გარემო, რომელიც ხშირად ფუფუნებად ითვლება. ამ წეების სასუნთქი აპარატები, ეტლები, დასაბანი საშუალებები, ადაპტირებული საწოლები, ლეიბები, როგორც სჭირდება დიაგნოზის მიხედვით, უნდა იყოს ეს ყველაფერი აღჭურვილი. ქართული ოცნება რომ ამბობს, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ ამ აუცილებელ დანადგარებს. ეს სიმართლე არ არის? არ არის სიმართლე და მე ჩავწერე კიდეც ამაზე პასუხი და ეს არის ეტლი, რომელიც მივიღე. ეს რა არის საერთოდ? ვაფშე მოტყდა ეს მე ჩემმა მეუღლემ გააკეთა. ირაკლი წულაიას დედა საკუთარ და 100-მდე დაავადებული სხვა ბავშვის მშობლის ნაცვლადაც საუბრობს. ქეთევან ეხვაია ქართულ ოცნებას წამლის შემოტანას კიდევ ერთხელ თხოვს. მოდის 1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღე და ძალიან გთხოვ თუ მართლა გჯერათ რომ თქვენ შეგიძლიათ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა, ჩვენ გჯერა რომ სადღაც არის კიდე ის წვეთი ადამიანობის და გვინდა რომ აი ბავშვთა დაცვის დღეს გაგვახარეთ და შემოუტანეთ ჩვენ შვილებს ეს წამლები. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა პრეპარატის დაკვირვების რეჟიმშია და ამ ეტაპზე არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია დანამდვილებით გასცეს ყველა არსებულ შეკითხვაზე პასუხი. კვლევის შედეგებს ელოდებიან საქართველოშიც. მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, გადაწყვეტილებები მხოლოდ ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით იქნება მიღებული. უკლებლივ ყველა საუბრობს ამ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, ყველა იმედით არის განწყობილი, ყველა სურვილია, რაც ყველაზე მთავარია, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც იქნება ისეთი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტების დანერგვასთან დაკავშირებით.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადება, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს. იშვიათ დაავადებას საქართველოში 100-მდე პაციენტი ებრძვის. 43 დღეა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები ღამეს ღია ცის ქვეშ მთავრობის კანცელარიასთან ათენებენ და წამალს უშედეგოდ ითხოვენ. ბავშვთა უფლებების თემაზე საუბარს სტუმართან გავაგზავნებთ. საქართველოს ნიუსის კითხვებს უპასუხებს UNICEF საქართველოს კომუნიკაციების ხელმძღვანელი მაია კურციგიძე. გამარჯობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ. დავიწყოთ იმ ფუნდამენტურ უფლებებზე საუბარით, რომელიც უნდა იყოს გარანტირებული. რა არის ეს უფლებები? ბავშვს აქვს ამ კონვენციაში გაერთიანებული არის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ასევე სოციალური უფლებები, კულტურული უფლებები. ეს კონვენცია თავს უყურებს ყველანაირ ბავშვთა უფლებას და ბავშვს აქვს უპირველეს ყოვლისა უფლება, რომ გარანტირებული იყოს მისი სიცოცხლის უფლება, ასევე განათლების უფლება, დაცული იყოს ექსპლუატაციისაგან და ძალადობისაგან, ჰქონდეს ცხოვრების სათანადო პირობები, სადაც იგი შეძლებს განვითარებას და სწავლას, განათლებას და შემდგომ თქვათ შემდგომ საფეხურზე გადასვლას უფლება აქვს რომ დაცული იყოს ყოველგვარი თქვათ საომარი მოქმედებების დროს ექსპლუატაციისაგან და ასევე იმ საფრთხეებისა და რისკებისაგან რომელიც წინაშეც ბავშვებით განახოლმე და უმთავრესია ის რომ ბავშვი უნდა ქონდეს უფლება და აქვს უფლება ქონდეს საკუთარი აზრი, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და უფროსებმა გაითვალისწინონ ბავშვების მოსაზრებები. რამდენად არის დაცული საქართველოში ეს ბავშვთა უფლებები? ბავშვები არის ყველაზე ღარიბი ჯგუფი მოსახლეობაში და ბავშვიანი ოჯახები განიცდიან ძალიან ბევრ დანაკლისს და გაროს ბავშვთა ფონდი არ უყურებს მხოლოდ მონეტარულ სიღარიბეს. ჩვენ ასევე ვუყურებთ მრავალგანზომილებელ სიღარიბეს, იმიტომ რომ ბავშვებს გარდა ფულისა და მონეტარული დახმარებისა ჭირდება ძალიან ბევრი რამ. და ჩვენ ესე პირველად 2023 წელს გავზომეთ ესეთი მრავალგანზომილებიანი სიღარიბე და ამას რას ვეძახეთ, რომ თუ თქვა რაღაცა კონკრეტული ჩამონათვალი გვაქვს პროდუქტების, ეს არის წიგნები, ეს არის საცხოვრისი, ეს არის საკვები და ასე შემდეგ და თუ ამ 12-16 ჩამონათვლიდან ბავშვს 3 რამ აკლია, ეს ოჯახი და ბავშვი უკვე განიცდის დანაკლისს და საქართველოში 38%-მდე არის ესეთი ბავშვები, რომლებსაც აქვთ აი ცხოვრობენ ესეთ მრავალგანზომილებიან სიღარიბეში, ეს არ არის მხოლოდ მონეტარული სიღარიბე, ანუ როდესაც ბავშვებს არ მიუწვდებათ ხელი გარკვეულ რესურსებზე და იმ მნიშვნელოვან რესურსებზე და მომსახურებებზე, რომელიც მათ ჭირდებათ განვითარებისათვის. რა არის ეს ფუნდამენტური უფლება, რომელიც იღღვევა ბავშვთა მიმართ საქართველოში და როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს? ეს არის ძალადობა ბავშვების მიმართ და საქართველოში სამწუხაროდ ბავშვები არ არიან ძალადობისაგან დაცული სრულად არსებობს ძალადობისაგან დაცვის მექანიზმები ავალდებულებს ეს მექანიზმი ყველას რომლებიც ბავშვებთან მუშაობს იქნება ეს მასწავლებელი ექიმი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენელი რომ მათ შეატყობინონ შესაბამის სამსახურებს თუ ბავშვს აღენიშნება რაიმე კვალი ძალადობისა თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის რომ საქართველოში სოციალური ნორმა არის ის რომელიც ბავშვს ასე ვთქვათ უბიძგებს ადამიანს ძალადობრივი ქცევისკენ რომ მაგალითად ოჯახში ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ძალიან ხშირად ხდება ბავშვების აღზრდისას ასევე სკოლებში ხშირად ხდება როდესაც მასწავლებლები მიმართავენ ძალადობრივ დისციპლინას სკოლებში და ხშირი არის ბულინგის შემთხვევები და ეს ძალადობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია თემა არის, რამდენად ძალადობა ძალიან მძიმე ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და ის ტრამვა, რომელსაც ბავშვი იღებს ადრეულ ასაკში, ეს მას მიყვება მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს არის როგორც ფსიქიკური პრობლემა, ასევე ფიზიკური გარკვეული პრობლემა და ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს ქვეყანაში უფრო ძლიერი ბავშვთა დაცვის მექანიზმები, რომელიც ბავშვს დაეხმარება, რომ ჯერ იდენტიფიცირება მოახდინოს თუ ხდება ძალადობისა ოჯახში ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციაში სადაც ბავშვია ხოლო თუ როდესაც მოახდეს იდენტიფიცირება შემდგომ დროულად დაეხმაროს ბავშვს რათა მან მიიღოს შესაბამისი დახმარება ფსიქოლოგების მონაწილეობით სოციალური მუშაკების მონაწილეობით და ასევე მხარდაჭერა გაეწიოთ ოჯახებს რათა მათ შეძლონ სათანადოდ იზრუნონ შვილებზე რათა მათი უფლებები ოჯახებშიც იყოს დაცული და ასევე სკოლაში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ბავშვი ძალიან დიდი მადლობა.
მადლობა, ჩვენს კითხვებს პასუხობდა UNICEF საქართველოს კომუნიკაციების ხელმძღვანელი მაია კურციკიძე. ახლა კი დღის სხვა ახალი ამბების შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გულბაათ რცხილაძის და ირაკლი ჩიხლაძის პროცესები გაიმართა. ორივე მათგანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უცხო ქვეყნის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. გულბაათ რცხილაძეს ორი ქვეყნის ჯაშუშებას ედავებიან და მას აკკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე უარყოფს ბრალდებას და წინასწარი პატიმრობის სანაცვლოდ 30,000 ლარიან გირაოს ითხოვდა. გულბაათ რცხილაძე რამდენიმე ათეული წელია რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირების მომხრია და მას ამ მიმართულებით საჯარო სივრცეში უწევდა მუშაობა. ბოლოს მან საქართველოში რუსოფობიის კვლევის ცენტრი დააფუძნა. რაც შეეხება ირაკლი ჩიხლაძეს, მის შესახებ სუსი არანაირ დამატებით ინფორმაციას არ აუცილებს. მისი სასამართლოს ხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. ადვოკატები და ოჯახი ბრალდებებს უარყოფს. ჩიხლაძეს არასდროს გადაუდგამს ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი და რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის საიდუმლო დოკუმენტი არ გადაუცია, აცხადებს მისი ადვოკატი. ირაკლი ჩიხლაძე ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტია. ის წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზურ საზოგადოებასთან რეინტეგრაციის საკითხებზე. ხელისუფლებაში ყოფნის მე-14 წელს ქართულმა ოცნებამ ჯაშუშების დაკავების გარშემო საჯარო განცხადებების გაკეთება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე დაკავებული ადამიანები არ ყოფილან ოფიციალური პირები ან არ იკავებენ რაიმე მაღალ თანამდებობას. მათი უმრავლესობა ჟურნალისტი ან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია. ჯაშუშობის გარშემო ქართული ოცნების შეცვლილი პოლიტიკის შესახებ საუბარს ვაგრძელებს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევართან გიორგი ბილანიშვილთან. გამარჯობა, მადლობა რომ დრო გამონახეთ. ბოლო დაკავებები და მისი საინფორმაციო შეფუთვა, ის თუ როგორ აცნობს სუსის საზოგადოებას ინფორმაციას, რამდენად იწვევს თქვენში სანდოობას. სანდოობასთან დაკავშირებით ერთი რამე მინდა აღნიშნო კიდე რატი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი ასე ვთქვათ სხვა ქვეყნის ჯაშუშები და აგენტები არსებობენ სხვა ასე ვთქვათ დანიშნულები და მისი. თუ კი საუბარია ამ შემთხვევაში რომ ეს დაკავებული პირები ინფორმაციას მოიპოვებდნენ, ანუ და გადასცემდნენ, კონფიდენციალურ ინფორმაციას მოიპოვებდნენ და გადასცემდნენ იმ ქვეყნებს, რომლის სასარგებლოდაც ჯაშუშობდნენ, აქ სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რამდენად მიუწვდებოდათ ამ ადამიანებს ხელი კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ მარტო კონფიდენციალური ინფორმაციით არ შემოიფარგლება, ასე ვთქვათ, ჯაშუშური საქმე, რომ რაც შეიძლება თავისუფლად შეიძლება სხვა მისია ქონოდა და სხვა მისია შეეცვლებინათ. მაგრამ ეს ყველაფერი სარწმუნო გახდეს, ალბათ მართლაც საზოგადოების დამატებით არის რაღაც მასალები. გიორგი, რას შეიძლება რომ დაუკავშიროთ ქართული ოცნების შეცვლილი პოლიტიკა ჯაშუშებთან მიმართებაში, ჩვენ 14 წლის განმავლობაში არ გვინახავს დაკავების შესახებ, ხო არა თუ რუსეთის ზოგადად დაკავების შესახებ და რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს შეცვლილი პოლიტიკა? ძალიან დიდი ხანია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია და ამ ხნის განმავლობაში, ასე ვთქვათ, მსგავსი ქმედებები მის მხრიდან, მით უმეტეს ასე რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებით არ ყოფილან პირები დაკავებული და ერთი ამას შეგვიძლია დავუკავშიროთ, მეორე შეიძლება ეს იყოს გზავნილი უფრო რუსეთის მიმართ, ჩემი აზრით, რომ რაღაც იმ მოცემულობით, რომელიც არის ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ქართული ოცნება არის უკმაყოფილო და შესაძლოა ქონდა რაღაცა მოლოდინები, მე ამას უფრო ილუზიებს უწოდებდი, რომ რუსეთის მხრიდან რომ რაღაც ასე ვთქვათ ჩვენ სასიკეთოდ შეიცვლებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სხვა რაიმესთან დაკავშირება მიჭირს, თუმცა ეს ზოგადად შეიძლება იყოს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი მომავალი არჩევნებისთვის, სადაც ერთის მხრივ ჩვენ დავინახავთ, რომ ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ხის თქმედებებს ახორციელებს და მეორეს მხრივ ის უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარსდგება მომავალ არჩევნებზე, ასე ვთქვათ, ადრე თუ
მარტივი იყო ქართული ოცნების დადანაშაულება პრორუსულ პოლიტიკაში და ამის დასაბუთება სხვადასხვა ფაქტების და არგუმენტების მოშველიებით მომავალში აი მომავალი არჩევნებისთვის თუ ესე გააგრძელებს ის თავის ასე ვთქვათ ქმედებებს ეს შეიძლება უფრო გიორგი არჩევნებამდე თქვენ ახსენეთ ხისტი პოლიტიკა ვის მიმართ ხისტი პოლიტიკა ან რის მიმართ რას გულისხმობთ რომ დააკონკრეტოთ აკავებები ჯაშუშობის ბრალდებით აქამდე პრაქტიკაში არ ყოფილა ხო ეხლა დაიწყეს ეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავება და ნუ ეს პროცესი ამ პროცესმა შეიძლება უფრო ფართო ხასიათი მიიღოს ზოგადად ჯაშუშობით ბრალდებით დაკავება საკმაოდ რთულია იმიტომ რომ უნდა არსებობდეს ძალიან მყარი იცებულებები ამა თუ იმ პირის ჯაშუშობის დამადასტურებელი ერთი ეს არის და მეორე არის ის რომ სადაზვერო სამსახურები სპეციალური სამსახურები ხშირად მიმართავენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ თამაშს ანუ გამოვლენილი ყავთ უცხო ქვეყნის ჯაშუში მაგრამ მისი დაკავების ნაცვლად აგრძელებენ მასზე დაკვირვებას და ამით უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ როგორც მოწინააღმდეგე ქვეყნის სამსახურებზე, მის ამოცანებზე, მიზნებზე და შესაბამისად რადიკალური ნაბიჯებისგან გადადგმისგან თავს იკავებენ ხოლმე. ამიტომ მომავალ რახან დაიწყეს ასე ვთქვათ ჯაშუშების ბრალდებით ამა თუ იმ პირის დაკავება შეიძლება ამ პროცესმა უფრო ფართო მადლობა გიორგი ძალიან დიდი მადლობა შეგახსენებთ ჩვენს კითხვებს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი პასუხობდა კიბერუსაფრთხოება და ადგილობრივი სამხედრო წარმოების გაძლიერება. პოლონეთის სამხედრო ინდუსტრიის დაფინანსებას ზრდის. ევროკავშირის ახალი თავდასხმის პროგრამის SAFE-ის ფარგლებში პოლონეთმა პირველი 40 კონტრაქტი გააფორმა. პირველ ეტაპზე მათი საერთო ღირებულება 23 მილიარდ ევროზე მეტი იქნება. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, დაბალპროცენტიანი სესხების დიდი ნაწილი ადგილობრივ კომპანიებში დაიხარჯება, რაც სამხედრო მოდერნიზაციასთან ერთად პოლონურ წარმოებასაც წაახალისებს. საერთო ჯამში ვარშავამ პროგრამიდან შესაძლოა 53 მილიარდ ევროზე მეტი მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ მარტში პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ფინანსური რისკების გამო ამ კანონპროექტს ვედო დაადო. და ბოლოს, თუ ფიქრობთ, რომ ორშაბათი რთული დღეა, შეხედეთ ამ კაცს, რომელიც გამოკიდებულია ცაში. ვარშავის ცენტრში პირდაპირ ცათამბჯენებს შორის თავბრუს დამხვევ სიმაღლეზე გამულ თოქზე ერთმა ექსტრემალმა სრულიად მშვიდად გაისერნა. ეს კაცი ესტონელი ექსტრემალი 34 წლის იან როსია. პერფორმანს სიმბოლურად დროის ხაზი უწოდეს, რადგან ჰაერში გაჭიმულმა თოქმა საბჭოთა ეპოქის კულტურის სასახლე და ვარშავის ყველაზე თანამედროვე ცათამბჯენი დააკავშირა. იან როსემ მსოფლიოში კარგად ცნობილი აკროპატია. ის პირველი ადამიანია, ვინც ბოსფორის სრუტეზე გაბმული თოკით აზიიდან ევროპაში ფეხით გადასვლა შეძლო. მის სილეთები კი ჰოლივუდის ისეთ ბლოკბასტერებშია გამოყენებული, როგორიცაა საოცარი ქალი. მოკლედ ადამიანს სიმაღლეში ნამდვილად არ აწუხებს. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ ირჩევთ საქართველოს News. გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხები YouTube-სა და Facebook-ზე. ჩვენ კი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ თქვენამდე მოვიტანოთ თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ევროპიდან, თავისუფალი საქართველოსთვის. დროებით.